როდის იყო ბოლოს, როცა შვილს ბოლომდე მოусმინე? არ ჩაერიე მის საუბარში, არ შეაწყვეტინე და თავს არ მოახვიე შენი რჩევა დარიგება. შეიძლება გესმოდეს მისი სიტყვები, მაგრამ არ გესმოდეს მისი სათქმელი. როდესაც ბავშვი ამბობს, არ მინდა სკოლაში წასვლა. ჩვენ ხშირად პასუხობთ, არა უნდა წახვიდე, ნუ იგონებ, რომ ვითომ რაღაც გტკივა, ანუ არაფერი არ გაგივლის და ასე შემდეგ. ხშირად ბავშვი საუბრობს შიშებზე, განცდებზე, იმაზე, რაც ახარებს, რაც უჭირს. როგორ უსმენ შენ შვილს? უსმენ საკუთარი შიშებით და განცდებით, თუ რეალურად იმას უსმენ, რის თქმასაც ბავშვი ცდილობს შენთვის. მოსმენა გულისხმობს მთლიანად ფოკუსს ბავშვზე, მოსმენას არა მხოლოდ სიტყვების, თუ რა სიტყვებით გვესაუბრება, არამედ სხეულის ენა, ემოციები, ჟესტები, რის თქმას ცდილობს რეალურად და დავინახოთ სიტყვების მიღმა, თუ რა აქვს სათქმელი. კითხე აუცილებლად შენ შვილს, ყოველ დღე. რა მოხდა დღეს შენთვის მნიშვნელოვანი?